ღმერთს დიდება ყველაფრისთვის. მე მინდა დღევანდელ დღეს გაგიზიაროთ უფლის სიტყვა ჩემაზრფასებო და ერთ საკითხზე გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. წინა მსახურებაზე მინდოდა, მაგრამ უფრო მეტად გული გადაიხარა რომ ველაპარაკა იესო ქრისტეზე, როგორც ვაზზე, რომელმაც თქვა მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და თქვენ კი ლერწები ხართ. მაგრამ დღეს ისე გულში მაქვს რომ ის თემა რომელიც წინა მსახურებაზე მინდოდა გამეზიარა რომ დღეს გაგიზიაროთ და შევხედოთ ეკლესიას ჩვენ, რომელ ეკლესიასაც უამრავი ანალოგი და მსგავსება აქვს წმინდა წერილში. თავარი რაც ეკლესიის შესახებ ვიცით ეს არის რომ იესო ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი დასდო მისი გულისთვის. ამინ. ხშირად მორწმუნეებს გვიყვარს ხოლმე ასეთი გამონათქვამი, რომელშიც რა თქმა უნდა ჭეშმარიტება არის რომ იესო მოკვდა ჩემი გულისთვის, მაგრამ იცით რა არის რომ სახარება ამბობს რომ იესო მოკვდა ეკლესიისთვის. თავი დასდო ეკლესიისთვის. და ეკლესიის შემადგენელი ნაწილი არის ყველა ის ადამიანი, ვინც მისი გაღებული მსხვერპლი დააფასა, მიიღო საკუთარ უფლად, საკუთარ ხსნელად, მოინანია მის წინაშე და გახდა მაღლიდან შობელი და ღმერთის ოჯახის წევრი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტე ეკლესიისთვის მოკვდა. ადამიანი ეკლესიის გარეშე მე არ ვიტყვი რომ ეკლესია იძლევა ხსნას. ხსნას უფალი იესო ქრისტე იძლევა. მაგრამ ღმერთმა თავის ნებაში და გეგმაში და ჩანაფიქრში მან ოდითგანვე დაინახა ეკლესია, რომელიც იქნებოდა ხალხის კრებული, სადაც მისი სახელი განდიდდებოდა, სადაც მისი ფასეულობები იქნებოდა დანერგილი, რომელიც მისი სამეფო იქნებოდა. და ამისთვის მან წარმოგზავნა ამ სამეფოს მეფე, რომელმაც საკუთარი თავი გაიგივა ყოველ ჩვენთაგანთან, გახდა ადამიანი, თავი შესწირა ყოველი ჩვენთაგანის სოდვებისთვის, კუდრეთით აღსდგა, ამაღლდა და შემოიკრიბა გარშემო ქვეყანაზე ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი ირწმუნა, ვინც მიიღო იესოს გამოსახსნელი მსხვერპლი, მოინანია, მიიღო საკუთარ უფლად, მეფედ აღიარა. აი ამ ხალხისგან იესომ შექმნა ქვეყანაზე სამეფო. და მან თქვა, რომ მე ჩემ ეკლესიას ავაშენებ, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაძლევენ. ძლიერ ეკლესიას, რომელი ეკლესიაც იქნება სახარების ხადაგებელი ეკლესია, რომელი ეკლესიაც იქნება შემტევი ეკლესია, რომელიც მიადგება მტრის მიერ აშენებულ საქმეებს და ღმერთის სულით და მისი სიტყვის ძალით დაანგრევს და აშენებს ის, რაც ღმერთისა არის. ამისთვის ავართ მოწოდებული ჩვენ ეკლესია. ღმერთს დიდება და მადლობა. და ეკლესიის უკეთესად გასაგებად, ეკლესიის ბუნება რომ გავიგოთ ჩვენ, ბიბლიაში უამრავი ანალოგი არის. თეოლოგიურ სწავლებებში შეიძლება შევხვდეთ ასეთი მსგავსებები. ეკლესია როგორც საპატარძლო, ეკლესია როგორც სამეფო, ეკლესია როგორც ღმერთის ოჯახი, ეკლესია როგორც ტაძარი, როგორც მეფური სამღვდელოება, უამრავი რაღაცა შეიძლება შევხვდეს. თუნდაც წინა თემა რაც ვილაპარაკეთ ჩვენ, ესეც გარკვეულწილად ეკლესიის მსგავსებაა. იესომ როდესაც თქვა, მე ვაზი ვარ და თქვენ ლერწები ხართ. აქაც ეკლესიაზე არის ლაპარაკი ზურფასებო, რომელიც იესო ქრისტეზე არის დამკნობილი და იესო ქრისტეთის სუნთქავს და ცოცხლავს. დღეს მე მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ-ერთ მსგავსებაზე, რომ აი ამ კუთხით დავინახოთ ჩვენ ეკლესია. ყველა მსგავსებას თავისი კუთხე გააჩნია. ხო არის თათქვამი, მედალს ორი მხარე გააჩნია, ხო? საიდან შეხედავ მას? ფაქტიურად ერთი და იგივე მონეტაა, მაგრამ საიდანაც შეხედავ, შენ რაღაც მხარეს დაინახავ. ასევე ეკლესიის მსგავსებაშიც, როცა განვიხილავთ ეკლესიას როგორც საპატარძლოს, ჩვენ სხვა კუთხით შევხედავთ ხოლმე ეკლესიას. როცა განვიხილავთ ეკლესია როგორც მეფური სამღვდელოება, ჩვენ სხვა კუთხით უყურებთ ეკლესიას. როდესაც ვამბობთ, ეკლესია ღმერთის ოჯახი არის, აქაც თავისი გაგება და აზროვნება დევს და ყველაფერი ერთიანობაში ჩვენ გვაჩვენებს ეკლესიის ნამდვილ სახეს და ნამდვილ ბუნებას. თუ როგორი უნდა იყოს ის ეკლესია, რომელიც უფალმა ამოირჩია. ის ეკლესია, რომელსაც უფალი ელოდება. ის ეკლესია, რომლისთვისაც ზეცაში მზადდება საქორწინო ნადიმი. როგორც საპატარძლოს ხვდება სიძე. აი ამ მსგავსებაში, როცა საპატარძლოზე ვლაპარაკობთ, როგორც ეკლესიას საპატარძლო, აუცილებლად განიხილავენ ხოლმე ხადაგებლები ზესაში საქორწინო ნადიმს, სადაც სიძე
იესო ქრისტე ელოდება თავის სადედოფლოს. ამას თავისი ხიბლი და თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ დღევანდელ დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ზურფასებო ეკლესია როგორც ღმერთის ოჯახი. და სანამ განვიხილავთ ამ საკითხს, მინდა ორიოდე სიტყვით საერთოდ ვილაპარაკო, უფრო უკეთესად რომ გავიგოთ, ზურფასებო შეიძლება ეს ცალკე თემა არის. მაგრამ უფრო კარგად რომ გავიგოთ ჩვენ, მინდა ცოტაოდენი ოჯახის შესახებ რამოდენიმე შტრიხი მოვიყვანო, რომ აი რა არის ოჯახი საერთოდ. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ღმერთის ოჯახი არის ეკლესია. ჩვენ არა ვართ მხოლოდ ერთი შეხედულებების მქონე ადამიანების კრებული. ასეთი შეიძლება იყოს ზურფასებო, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ერთი შეხედულებები აქვთ, ერთნაირი ფასეულობები აქვთ და ამის ირგვლივ ისინი იკრიბებიან. მაგრამ ჩვენ შემოზურფასო ძმაო და დებო განსხვავდებით ნებისმიერი კრებულისგან, სადაც იკრიბებიან ადამიანები ერთი შეხედულებების მქონე. რა თქმა უნდა, ეკლესიასაც ერთი შეხედულება გვაქვს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ზურფასებოა, ჩვენ ვართ ერთი მამის შვილები და იესო ქრისტეს სისხლით გამოსყიდული ადამიანები. ეს არის ის, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვაკავშირებს და ბიბლია ამბობს, ოდესღაც რომ არაერი იყავით, დღეს ღმერთის ერი ხართ. ოდესღაც რომ გზაბნეული ცხოვრებივით იყავით, თქვენი სულების მწყემს დაუბრუნდითო თქვენ, რომელიც იესო ქრისტე არის. ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. ამიტომ სანამ ჩვენ ღმერთის ოჯახზე ვილაპარაკებთ, ცოტაოდენი მინდა ვილაპარაკოთ ზურფასებო, თუ რა არის საერთოდ ოჯახი, როგორ განვიხილავთ ჩვენ. ოჯახის საერთო გაგება, რომ ავიღოთ, ეს არა ბიბლიური საერთო გაგება. ეს არის ზურფასებო, სოციალური ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს ნათესაური კავშირების, ქორწინების ან რაღაცა სულიერი სიახლოვის მეშვეობით. ბიოლოგიურად ყველა ვიცით, ჩვენ ოჯახი არის სისხლის ნათესაურ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სისხლით არიან დაკავშირებული, ეს შეიძლება იყოს სოლქმარი, მათი შვილები. ბიოლოგიურად ზურფასებო, ადამიანები შეიძლება შეადგენენ ოჯახს, იქ შედის როგორც და-ძმები, ისე შეიძლება ცოტა გაფართოებულად რო თქვა, შედიოდეს ბებია, ბაბუა, მით უმეტეს ჩვენ ტრადიციებში დეიდა, მამი და ბიძა და ასე შემდეგ, ხო? გააჩნია რა დონემდე არის გაფართოებული ოჯახი. მაგრამ ბიბლიური გაგებით შემოზურფასებო, ღმერთმა დააფუძნა საერთოდ თავიდან ოჯახი. როცა ბიბლიას ვაკვირდებით ჩვენ, ოჯახის ინსტიტუტი ეს არ არის მოგვიანებით შემოღებული. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, ბიბლია გველაპარაკება დაბადების მეორე თავის 24 მუხლიდან, როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, პირველი ადამი. თუ ქრონოლოგიას დავაკვირდებით ჩვენ თანამიმდევრობას, დავინახავთ, რომ ღმერთმა ერთდროულად არ შექმნა ადამი და ევა. ჯერ ადამი შექმნა და როდესაც ყველა ქმნილებამ გაიარა მის თვალწინ და ადამმა ყველა სახელები დაარქვა. როგორც ჩანს, ბიბლიურად ზურფასებო იქ ევა არ იმყოფებოდა. შემდეგში წერია ზურფასებო, რომ არ ღმერთმა თქვაო, რომ არ არისო ადამის მარტოდ ყოფნა კარგი და ღმერთმა შექმნა შემდეგ მისი ნეკნისგან ევა, ანუ ქალი. ღმერთმა როდესაც შექმნა ზურფასებო ევა, ამის შემდეგ წერია, ამიტომ მიატოვებს, როცა აკურთხა ღმერთმა პირველი მამაკაცი და ქალი. ამ მუხლებს უშველიებ ხოლმე ქორწინების ცერემონიის დროს, რომ პირველი ქორწინების ავტორი ეს იყო თვითონ ჩვენი უფალი. ქორწინება ეს არ არის ზურფასებო და ოჯახის ინსტიტუტი, ეს რომელიმე ეკლესიის დადგენილება, რომელიმე კონფესიის ტრადიცია, რომელიმე ტომისა, რომელიმე ერისა ადამიანები, როდესაც იბადებიან ამ ქვეყანაზე, ღმერთმა ისე დაადგინა ეს მოთხოვნილება დევს ადამიანში, რომ ადამიანი როდესაც იზრდება, პოულობს ცხოვრების მეგობარს, პოულობს ზურფასებო ახლო ადამიანს, იმიტომ რომ ღმერთმა სიმარტოვისთვის არ შექმნა ადამიანი და ღმერთმა თქვა, რომ არ არის კარგი ადამიანის მარტოდ ყოფნა. რა თქმა უნდა, ზურფასებო, ადამიანებს, რომლებსაც უწევთ ხოლმე მარტოდ დარჩენა ქვეყანაზე, შეიძლება არ ყავდეს ქმარი, არ ყავდეს ცოლი, მაგრამ აუცილებლად ჭირდება მას ოჯახი, ახლობელი ადამიანები, ვისთან ერთადაც სიახლოვეში არის და აი აქ პოულობს ის თავისი გულის სიმშვიდე, შეიძლება ვთქვათ ასეთნაირად. მაგრამ ქორწინება თავიდანვე პირველი ქორწინების ავტორი უფალი იყო, მან აკურთხა ადამი და ევა, მან თქვა გამრავლდით, ინაყოფიერეთ, აავსეთ მთელი ქვეყანა. მაგრამ ამავე დროს ბიბლია გველაპარაკება დაბადების მეორე თავის 24 მუხლში, ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთ ხორცად.
ეს არის ძვირფასებო, ის მომენტი, როდესაც ადამიანი იზრდება ოჯახში, შემდეგ პოულობს ცხოვრების მეგობარს, გამოეყოფა დედას, მამას და იქმნება ახალი ოჯახი. რა თქმა უნდა, ძვირფასებო, ჩვენს ტრადიციაში მიღებულია ცხოვრება ისე არის მოწყობილი, რომ ხშირად ერთ ჭერქვეშ უწევთ ცხოვრება, ეს ოჯახი არის. სადაც არის დედა, სადაც არის მამაც, ბებია, ბაბუა, შემდეგ შვილიშვილები იბადებიან და საერთოდ ეს ოჯახი არის, რომელიც ახლო, ნათესაური სისხლის კავშირებით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. მაგრამ ღმერთმა თავდაპირველად როდესაც შექმნა ადამი და ევა, გაამახვილა ყურადღება და თქვა ისინი ერთ ხორცად იქნებიან. ოჯახი არის ძვირფასებო სიყვარულისა და ამავე დროს სწავლის ადგილი. როცა ბიბლიას ვკითხულობ ჩვენ რჯულში წერი ასეთ სიტყვები მე-6-მე-7 მუხლში, როცა მოსე ელაპარაკებოდა ებრაელ ხალხს, ეუბნებოდა გულში ჩაიდეო ეს სიტყვები, რომელსაც გამცნებ დღეს. შთაუნერგე ისინი, შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში, ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. ეს ის ადგილი არის ძვირფასებო, სადაც ოჯახის წევრები არიან ერთად დაждომისას, დგომის, სიარულისას, დაწოლისას, ადგომისას, ერთ ჭერქვეშ მაცხოვრებლები და ღმერთი ოჯახის თავებს და ისრაელს ეუბნებოდა, რომ ოჯახი ქცეულიყო არა უბრალოდ ღამის გასათევ ადგილად, არა მხოლოდ იმ ადგილად, სადაც ისინი დაისვენებენ, პურშეჭამენ და გააგრძელებენ თავენ ცხოვრებას, მაგრამ ეს იყო ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო სიყვარული, სწავლება ღმერთის მცნებებისა, ოჯახის წევრების ერთობა, მოზიარეობა, ძვირფასება. ბიბლიურად ოჯახი განიხილება როგორც ღმერთის მიერ განწმენდილი ინსტიტუტი, უფალმა განწმინდა მამაკაცის და დედაკაცის ურთიერთობა ქორწინებაში. ოჯახი მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემოზრფასებო ასევე აღზრდის საკითხში, როცა ზრდის ოჯახი შვილებს. ბიბლიურად როგორც წავიკითხეთ ჩვენ, ოჯახში ხდება უპირველეს ყოვლისა განსწავლა მათი, ელაპარაკეო სახში ჯდომისას, ადგომისას, დაწოლისას, ანუ ოჯახში, სადაც მორწმუნე ხალხი არის, იქ იესო ქრისტე არის ყურადღების ცენტრი. ეს ის კი არ არის, რომ იქ ახლა მონაზვნები და ბერები ვხედავთ და ესე იგი თითისვერებზე ვდგევართ, რა გავაკეთოთ, რა არ გავაკეთოთ, არა. ოჯახში, სადაც ოჯახში ღმერთმა შექმნა, იქ სუფევს ერთი ურთიერთობა, დამოკიდებულება, ოჯახის წევრებს შორის სიყვარული და მათი ყურადღების ცენტრი უფალი არის. მშობლებს ახსოვთ ღმერთის მცნება, რომ როგორ უნდა აღზარდონ შვილები, რომ არ უნდა გააღიზიანონ, იზრუნონ, უყვარდეთ ისინი. ასევე შვილებმა იციან ღმერთის მცნება, რომ პატივი უნდა მიაგონ თავის მამას, თავის დედას, რომ ერთადერთი მცნება, 10 მცნებაში ძვირფასებო არის აღთქმით, რომ პატივი ეცი მშობლებს, დედას, მამას და დღეგრძელი იქნებიო, აღთქმით. დღეგრძელობას პირდება ღმერთი. ანუ ოჯახში ძვირფასებო ღმერთი ადგენს ჰარმონიას, წესრიგს, სადაც ძვირფასებო ცოლი და ქმარი შედარებული არის იესო ქრისტეს და ეკლესიას. მათი ურთიერთდამოკიდებულება შედარებული არის, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, ასე უნდა უყვარდეს ქმარს თავისი ცოლი. როგორც ქრისტე ზრუნავს ეკლესიაზე, ასე უნდა ზრუნავდეს ქმარი თავის ცოლზე. უყვარდეს, პატივს მიაგებდეს და როგორც ეკლესიას უყვარს იესო ქრისტე და ემორჩილება მას, ასე ცოლებს უნდა უყვარდეთ თავიანთი ქმრები და ემორჩილებოდნენ მათ. აქ არ არსებობს ზურფასებო, ჩემი და შენი პირადი ცხოვრება, ესენი ერთ ხორცად შექმნილები არიან, უფალმა აკურთხა და თქვა, რომ ამისთვის გამოეყოფა, მიეკრობა თავის ცოლს და ერთ ხორცად იქმნებიან. აქ მარტო ხორციელ და ფიზიკურ სექსუალურ ურთიერთობაზე არ არის ლაპარაკი, ეს არის ორი ადამიანის გაერთიანება სულიერად, მშვენიერად და ფიზიკურად, სადაც ისინი ზრდიან შემდეგ შვილებს, სადაც ისინი ასწავლიან ღმერთის მცნებას და თვითონაც ღმერთის მცნებით ცხოვრობენ. ღმერთს დიდება და მადლობა. ესე ძვირფასებოა, ქრისტიანულ ოჯახში ვინც კი არის ძვირფასებო და იმყოფება, ეს ის კი არ არის რაღაცა მტანჯველი ტვირთი. ეს უფლის მიერ ბოძებული საჩუქარია, როცა ცოლსა და ქმარს ერთმანეთი უყვარს, პატივს მიაგებენ და ავტორი აი ამ ურთიერთობისა იესო ქრისტე არის და მისი სიტყვა, რომელმაც ეს გვასწავლა ჩვენ. ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. ჰალელუია. ახსოვს ერთხელ ერთი ადამიანი მეუბნებოდა, კონფლიქტები ჰქონდათ ოჯახში და ცოლი ეუბნება მას, რომ კიდე გიყვარვა, რომ? იმიტომ რომ თავისი დანაშაულის დაინახა და
რა უთხარი მეთქი და რა უთხარიო მე შენ პირობა მოგეცი რომ ჭირში თუ ხინში მეყვარები და შენს გვერდით ვიქნები. იცით ძალიან შემეხო ეს სიტყვა ჩემს გულს და ჩემი პატივისცემაც იმ ადამიანის მიმართ უმფევროდად გაიზარდა. მიუხედავად იმ სიძნელეების და პრობლემებისა, რასაც გადის, ის მამაკაცი დგას და ახსოვს თავისი პირობა ღვთის წინაშე, რომ თავისი მეუღლე ჭირიდალ ხენი ის კი არ არის მარტო ალბათ უნდა გახდეს ადამიანი, ღმერთმა გაშოროთ ყველას, მაგრამ ურთიერთობებში შეიძლება დადგეს ისეთი მომენტები, რომელიც თლად დალხენილი არ არის. მაგრამ ადამიანებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის ფასეულობა, რომ ისინი მიძღვნილი არიან ერთმანეთისადმი. ეს შენი არჩევანია და არჩევანს პატივი უნდა სცე. არჩევანს გავლა ჭირდება, ცხოვრებისეული გამოსტები ელოდება შენს არჩევანს. და ოჯახი ეს ის ადგილია, სადაც მოყვარული ცოლ-ქმარი აშენებს ურთიერთობებს, ზრდიან შვილებს ღმერთის მცნების მიხედვით და იესო ქრისტეა ყველგან ყურადღების ცენტრი. მშობელს ახსოვს მამას, რომ უფლისთვის სასიამოვნოა, როცა მშობლებს შვილები უყვართ, იმიტომ რომ ყოველი მამობა ადამიანს კაცს უნდა ახსოვდეს ოჯახში ყოველგვარი მამობა ღმერთისგან არის. ის არის ჩვენი ზეციერი მამა. ბიბლია ლაპარაკობს მამაკაცზე თუ როგორი უნდა იყო და მამაკაც ამშვენებს ოჯახის სიყვარული, შვილების სიყვარული, ერთგულება თავისი ოჯახისადმი, ჭირში თუ ხინში, თავის თავზე აიღოს პირველი დარტყმები და ოჯახი დაცული იყოს მისი მხრიდან. ღმერთი ამას პატივს მიაგებს. ცოლს თავისი მხრიდან ახსოვს, რომ უყვარს თავისი ქმარი, მაგრამ ამავე დროს იცის, რომ ეკლესიის როლი თუ როგორი არის, შეიძლება ყოველთვის არ ესმის ეკლესიას, იესო ქრისტესი ყოველთვის გვესმის. ხომ არის ხოლმე რაღაც მომენტები, რომ რაღაცას ვერ გებულობთ, მაგრამ ვიცით ღმერთის სიტყვა და ჩვენ ვენდობით ღმერთს, ვფასებაა. არის მომენტები, სადაც ერთმანეთს უნდა ენდონ ადამიანები, ერთმანეთს უნდა გაყვნენ ადამიანები. ეს ჰარმონია, რომელიც ოჯახში ხდება, ოჯახში იზრდება. ამიტომ ღმერთი აფასებს ვფასებო ოჯახის ინსტიტუტს. ოჯახის ტიპები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგალითად, ტიპიური ოჯახი ეს არის მშობლები და შვილები, გაფართოებული ოჯახი, როგორც უკვე აღვნიშნე, შეიძლება იყოს ბებია, ბაბუა, დეიდა, ბიძა და სხვა ნათესავები, მაგრამ ასევე არის ვფასებო ოჯახები, სადაც შეიძლება თავიანთი საკუთარი შვილები არ აყოთ, მაგრამ ნაშვილები ყავს. ან ნაშვილები ერთი კი არა, რამოდენიმეც ყავდეს. ეს პრაქტიკა უცხოეთშიც მაგალითად ვნახე და ერთ პერიოდში უკრაინაში ძალიან ეკლესიებში ისეთ დონეზე იყო, რომ არც ერთი ობოლი არ უნდა დარჩესო ჩვენს ქვეყანაში და მორწმუნეებმა მასიურად დაიწყეს შვილების შვილება. და ზრდიდნენ მათ. იცით როფასებაა. მართალია მისი ბიოლოგიური მშობლები არ არიან, მაგრამ ეს ოჯახი არის. იგივე პრინციპები მოქმედებს ამ ოჯახშიც. ხვდებით? არის ასეთი ოჯახებიც. და იცით რა შემოზრფასებაა. ასევე არის ოჯახი რაღაც სულიერ ხირებულებებს დამყარებული, ესეც ოჯახად ითვლება. და როცა აი ამ ოჯახის სიძლიერეზე ვლაპარაკობ და განვიხილავ, პრინციპები ერთი და იგივე არის. ოჯახის სიძლიერე, რა ძლიერებს ოჯახს, შემოზრფასებაა. უკვე აღვნიშნე ღმერთის სიტყვის მიხედვით, მაგრამ დავაკონკრეტებ, რომ ოჯახს რამოდენიმე ფაქტორი არის, რაც აძლიერებს. იმიტომ რომ ოჯახი შეიძლება იყოს ძლიერი, შეიძლება იყოს სუსტი, მაგრამ პირველ რიგში რაც ოჯახს აძლიერებს, ურთიერთობას აძლიერებს, ეს არის ერთად გატარებული დრო და საუბრები. როცა კი აი ეს საკითხი მოსუსტდება, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩამოვთვლი, შეიძლება ადამიანმა შეატყოს უკვე რომ მის ოჯახში რაღაცა მოსუსტდა, რაღაცა ისე ვეღარ არის. მნიშვნელოვანია, ზურფასებო, როგორი ტიპის ოჯახიც არ უნდა იყოს, რაც ჩამოვთვალეთ ჩვენ, ოჯახს აერთიანებს, აახლოებს და აძლიერებს ერთად გატარებული დრო და საუბრები, როცა ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან. როცა ადამიანები ერთად ატარებენ დროს. არის ოჯახები შეიძლება ასეთი, რომ დილიდან საღამომდე ერთმანეთს ვერ ხვდებიან, შემდეგ მივიდა ადამიანი დაღლილი, დაწვა დაიძინა, დილით ადგა ისევ წავიდა და შეიძლება თქვა ძალიან მინიმალური ურთიერთობა. შეიძლება იყოს ეს ურთიერთობა ძალიან დაბალ დონეზე და ბუნებრივია, როცა ორი ადამიანი და ოჯახის წევრები ერთმანეთს შორდებიან და მათ არ აქვთ პირისპირ საუბარი, მოზიარეობა, ისინი ერთმანეთს გინდა არ გინდა შორდებიან და ისეთი მტკიცი აღარ არის მათი ურთიერთობა.
ასევე შეიძლება ძვირფასებო იყოს ოჯახში, რაც ოჯახს აძლიერებს სიყვარულისა და პატივისცემის გამოჩენა ერთმანეთის მიმართ. თუ ოჯახის წევრებს ერთმანეთი არ უყვარს და არ უყვართ და ერთმანეთს პატივს არ სცემენ, თავისით მაღლა არ აყენებენ, ეს ფაქტორი ოჯახს ასუსტებს. ასევე შესტომების პატიება. არ არსებობს ოჯახი, სადაც შეიძლება შესტომა არ იქნეს დაშვებული რომელიმე ადამიანის მხრიდან, მეთანხმებით? თუ ადამიანები სრულყოფილები არა ვართ ჩვენ. მაგრამ ის, რაც ოჯახს აძლიერებს, ეს არის ოჯახის წევრების უნარი აპატიონ ერთმანეთს. ვთქვით? შესტომების პატიება. და რთულ მომენტებში კიდევ ერთი ფაქტორი. ოჯახის წევრები არ ემალებიან სირთულეებს. ოჯახის წევრები რთულ მომენტებში ერთმანეთს მხარს უჭერენ. რთული მომენტები შეიძლება იყოს მატერიალურად, შეიძლება იყოს მორალურად, ფსიქიკურად და ასე შემდეგ. ოჯახის წევრები ყოველთვის ერთმანეთს უჭერენ მხარს. და ასევე, რა თქმა უნდა, ოჯახს აძლიერებს სულიერი და მორალური ღირებულებების განვითარება. როცა ოჯახი ანვითარებს აი ამ სულიერ და მორალურ ღირებულებებს. შემოძრფასებო, თუ კი რომელიმე ფაქტორი მოსუსტდა, ოჯახი სუსტდება. მე არ ვამბობ, რომ ოჯახი ინგრევა მაშინვე, ოჯახი სუსტდება. მაგრამ ძლიერ ოჯახს აი ეს თვისებები ახასიათებს. ისინი ატარებენ დროს ერთად, ელაპარაკებიან ერთმანეთს, სიყვარულსა და პატივისცემას ამჟღავნებენ ერთმანეთის მიმართ, შესტომებს პატიობენ, ერთმანეთს მხარს უჭერენ რთულ მომენტებში და იმ მორალურ და სულიერ ღირებულებებს ანვითარებენ. იმიტომ რომ ბიბლია ელაპარაკებოდა მამაკაცებს ისრაელში, რომ ელაპარაკათ სახში, ესწავლებინათ. რა იყო ეს მარტო ბიბლიის მუხლების დაზეპირება ხო არ იყო? ეს იყო იმ მორალური და სულიერი ღირებულებების დანერგვა ოჯახში, რომელსაც ღმერთი ასწავლიდა ისრაელს. და ოჯახი ძლიერი არის, როცა ოჯახი ამ სულიერ ღირებულებებს ანვითარებს ცხოვრებაში. ამენ. ღმერთს დიდება ძვირფასება. ანუ ესე იგი აქედან რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ჩვენ, რომ ოჯახი არ არის მხოლოდ ერთად მცხოვრები ადამიანების ჯგუფი, არამედ კავშირი, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე, ნდობასა და ურთიერთდახმარებაზე. და ასეთი ცნობილი გამონათქვამია. ძლიერი ოჯახი ჯანსაღი საზოგადოების საფუძველი არის. მინდა გითხრათ ძვირფასებო, რომ ძლიერი ოჯახი, მოდი ცოტა სხვანაირად ვიტყვით, და ძლიერი ოჯახები და ჯანსაღი ოჯახები ეკლესიის ძლიერება. ჯანსაღ ოჯახებზე დგას ეკლესია. ჯანსაღი ეკლესიები კიდევ საზოგადოებაში მინდა გითხრათ, ეს ჯანსაღი საზოგადოება არის. დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის ჯანსაღეს ერში. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, რა თქმა უნდა შეიძლება დღეს ვხედავთ, რომ სხვადასხვა დენომინაციები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ყოველი დენომინაცია, ყოველი ეკლესია, რომელიც ეკლესიად იწოდება, ჯანსაღი რო იყოს სულიერ ფასეულობებში, საერთოდ სხვა საზოგადოება გვეყოლებოდა გარშემო. მაგრამ ძვირფასებო, როდესაც რწმენა დადის ნომინალურ დონეზე, რომ მხოლოდ მორწმუნედ იწოდები, მხოლოდ ქრისტიანად იწოდები, მხოლოდ მორწმუნე სახელი გქვია და ცხოვრებაში ჩვეულებრივად ცხოვრობ ყოველგვარი ფასეულობების გარეშე, ეს ჯანსაღ ეკლესია დარითვლება. ეს ჯანსაღ საზოგადოებას ვერ შექმნის, მაგრამ ჯანსაღი ეკლესიები, რაც კი არსებობს საქართველოში დღეს, ყველა დენომინაციის და ყველა კონფესიის ჩათვლით, როდესაც ისინი ჯანსაღები იქნებიან სახარებულ ფასეულობებში, ეს ეკლესიები ხომ ადამიანებისგან შედგებიან. თუ რა თქმა უნდა, იმას არ ჩათვლიან კონფესიები, რომ ეკლესია ეს ჩვენი შენობა არის მარტო. ეკლესია ეს ცოცხალი ხალხი არის, რომელიც შედგება ოჯახებისგან, შვილებისგან, დედებისგან, მამებისგან, ბიძებისგან, დეიდებისგან და ასე შემდეგ, ხო? ადამიანებისგან შედგებიან. და როდესაც ეს ურთიერთობები ჯანსაღია, ოჯახურ დამოკიდებულებაში, ეს ჯანსაღის ქმნის თვითონ კრებულში და ყოველი ჯანსაღი კრებული ეს საზოგადოების ნაწილი არის. ამინ. ხედავთ რა დიდი არის ჩვენი როლი ძვირფასება. საერთოდ ეს რაც შეიძლება და ძალიან მოკლე მიმოხილვა გაგვეკეთებინა ოჯახზე. ამიტომ მოდი როგორც ოჯახის წევრებმა ვისწავლოთ ყველამ ჩვენი როლი და ჩვენი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ. კაცი უნდა კაცობდეს,
მამა უნდა მამობდეს, დედა უნდა იყოს დედის ადგილზე, შვილები შვილების ადგილზე, პატივი მიაგონ მათ და ჩვენი ტრადიციები ხელს გვიწყობს ამაში ზრფასება, რომ პატივი მივაგოთ ჩვენ. შვილები პატივს უნდა მიაგებდნენ მშობლებს. მე რაც კი სასიამოვნოდ მინდა გაგიზიაროთ გულში დამრჩენია, მე ორივე მშობელი ორივე გარდაცვლილი მყავს. ორივეზე საკმაოდ ემოციური განცდებიც მქონდა. იმიტომ რომ ხშირად ვიტყვი ხოლმე მშობელს ასაკი არ აქვს. და ეხლა მახსენდება ხოლმე ძალიან ბევრი რამე. ოჯახში ფასეულობები. რო არ უნდა მოიპარო და არ უნდა მიითვისო, მარტო ეკლესიაში კი არ ქონდეს მოსმენელი. მახსოვს პატარა ვიყავი ჯერ კიდევ, დედა ჩემი იყო განსაკუთრებულად როგორც აი მამა ჩემიც ასეთი იყო, ახლა პატიოსან ოჯახებში აღზრდილები იყვნენ და ჩვენ ოჯახში თავმა შემიძლია თქვა, მამა ჩემს ნაკურდალი ლუკვით არ გაუზრდივართ. ერთადერთი შემთხვევა იყო მახსოვს, სადღაც დარაჯად დაიწყო მუშაობა მამა ჩემმა და იქ ხოცხებიც იყვნენ, რაღაც საწყობები იყო და თეფშები მოიპარეს იმათ. და ახლა მამა ჩემიც რადგან იმ გუნდში იყო და მუშაობდნენ, ამასაც გამონაწილეს და ამანაც ახლა აიღო და სახში მოიტანა. დედა ჩემი შხუბი არ მახსოვს მამა ჩემთან, მაგრამ რა დღე აყარა? როგორ გაბედე, როგორ შემოიტანე სახში ესა და არ ვიცი გაატანა თუ არა, მაგრამ თეფშები კიდევ მომახსოვრდა, ყვითელი ზოლები ქონდა ხოლმე ესეთი. ეს იყო და ეს მამა ჩემს სახში სხვა არაფერი შემოუტანია. მეორე კიდევ მახსოვს, რადგან მოგონებებზე გადავედი, ზაფხულობით ბრიგადები რუსეთში სამუშაოდ მიდიოდნენ ხოლმე, მამა ჩემიც ერთ-ერთ ბრიგადაში იყო და დედა ჩემს ამბავი მოუტანეს ვიღაც რუსი შეყვარებული ყავსო. არ ვიცი მართალი იყო, ტყვილი იყო, მაგრამ ერთი სცენის მომსწრე გავხდი. ღამე გვიან ჩამოფრინდა მოსკოვის თვითმფრინავი და მამა ჩემი როდესაც მოვიდა ღამე მესმის 3 საათზე კაკუნი კარებისა და დედა ჩემო რო გაზახო ვინ იყო რო გაიგო მამა ჩემი აიღო პოლის ჯოხი და არ უღებს კარებს. გამიღე წადივისთანაც იყავი და ერთ სიტყვით ეს იყო რა. როგორც იქნა გაუღო კარები, არ ვიცი ბავშვი ვიყავი, ახლა ჭორი იყო, მართალი იყო. მე მამა ჩემ მომნანიებელი ვნახე ეკლესიაში ეგვიცი და მაღლიდან შობილი, მაგრამ იქიდანაც ჩამებეჭდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ტრადიციული ოჯახისთვის ერთგულება ერთმანეთისა. იცით, ბევრი რამე არის ცხოვრებაში, რაც შეიძლება მშობლებმა შვილებში ჩათესონ თავიანთი სწორი ქცევით. მე ეს ბიბლიის გარეშე დავამახსოვრდო მთელი ცხოვრება. აი ახლა მე თვითონ 77 წელში გადავედი, მაგრამ აი ეს სცენები როცა მახსენდება, დღეს თბილად მახსენდება უკვე. და საიდანაც დავიწყე, თუ დღეს მე რაღაცა კარგად მაქვს სასიამოვნოდ გასახსენებელი. ეს ის მზრუნველობა იყო ჩემი მშობლებისადმი, რაც მე მიზრუნია მათი გულისთვის. მათი მხრიდან სხვა რაღაცა დავამახსოვრდა. ყოველთვის მახსოვდა ხოლმე, რომ მამა ჩემი თუ გამიჯარდებოდა, დედა ჩემი ცოტა სხვანაირი იყო. იცოდა დატუქსვაც, მაგრამ იცოდა ხოლმე ასეთი რაღაცა. ჩემი გიჟი ბიჭი იტყოდა ხოლმე, ცელკი ვიყავი. ისე თბილად იტყოდა, რომ დღესაც მახსოვს და ბევრი რაღაც მე ცხოვრებაში თუ არ გამიკეთებია და თავი შევიკავე, ეს იყო დედა ჩემის დამსახურება, რომ ვიცოდი მისი ხასიათი, ვიცოდი რომ აი ძალიან ეწყინებოდა მე რომ ეს გამეკეთებინა. თუ მოხვდებოდი ციხეში, ვიცოდი რომ დედა ჩემი ამას ვერ გადაიტანდა და შემაკავებელი ფაქტორი იყო. ეს თბილად მახსოვს, მაგრამ ის გაწეული მზრუნველობა შვილისა მშობლების მიმართ, როცა დღეს მახსენდება ხოლმე, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიას ვაყალიბებდით და ჩემი ყურადღება ყველას მოაკლდა, ჩემ ოჯახსაც მოაკლდა, ჩემ მშობლებსაც მოაკლდა, მაგრამ ბოლო წლებში, როდესაც უკვე ჩემ მშობლებს იმდენი აღარ შეეძლოთ, უფალმა მომცა მისი საშუალება, რომ მათ გვერდით უფრო მეტი დრო გამეტარებინა და დღეს თბილად დამრჩა ეს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მინდა ყველა ადამიანს უთხრა, გიყვარდეთ თქვენი ოჯახები და შვილები. და ასევე შვილებს მინდა უთხრა, პატივი მიაგეთ თქვენ მშობლებს. ეს არის ოჯახის ფასეულობა. ღმერთი ამას აფასებს, ძვირფასებო. სოლქმარზე ხო ლაპარაკი ძედბედია.
ერთადერთი კაცი შენ ცხოვრებაში, ერთადერთი ქალი შენ ცხოვრებაში, ვისაც პატივი უნდა მიაგო. კი, შეცდომებით შეიძლება იყოს. შეიძლება ხანდახან ბოდიშის მოხდაც მოგიწიოს, პატიების თხოვნაც მოგიწიოს და მეორე მხრიდანაც მზაობა უნდა იყოს პატიებისა, შერიგებისა. იმიტომ რომ ადამიანებს ყოველთვის ისი არ ვართ, რომ არაფერი არ შეგვეშლება. მაგრამ კარგი ოჯახის ძლიერება ის არის, რომ ოჯახის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს აპატიონ. ოჯახის წევრები არ არიან მოთავისეები, ეგოისტები. იცით რა ხდება, როცა იურისტებთან მაქვს ხოლმე ხანდახან შეხების წერტილები, ისეთ რაღაცებს გაიგებო თმები ყალზე დაგიდგებაო. ამასინათ ნოტარიუსს ვეუბნებოდი, მეთქი, ჩვენი ერთ-ერთი ძმა მეთქი ახლა წასული არის და მეორე ძმას რო გარდაიცვალა, უმცროს ძმას გვინდა მივცეთ მეთქი და რაღაც ვერ ხერხდებოდა საბუთებით. პრობლემა არაფერი არ არის, ვეუბნები, უბრალოდ იმას პასპორტი აღარა აქვს იქ. ჩვენ უმცროს ძმას ვაძლევთ ყველაფერს. და იცი რას მეუბნება? ისეთი პრობლემები ხვდებათ ხოლმე ნოტარიუსებს, რომ ერთმანეთს ჭამენ ერთი დედმამიშვილებიო. რისთვის? რაღაც კაპიკებისთვის და რაღაც ნაკვეთისთვის და მიწებისთვის და არ ვიცი მეთქი ჩვენ ესე არ ვართ გაზრდილები. ის ჩვენი პატარა ძმა არის. მშობლები, მე დავასაფლავე, მე მოუვარე. წესით მე შემიძლია მქონდეს რაღაცა პრეტენზია, ხომ ასე არის, მაგრამ ჩვენ სხვანაირად გაგვზარდეს მშობლებმა და ჩვენი ძმობა სხვანაირი არის. და იგივე მინდა დავთესო ჩემ ოჯახში. იგივე ფასეულობები, შემოძვრფასება უნდა იყოს დაძმებს შორისაც. ჩვენ არაფერმა არ უნდა გაგვყოს. და რთული მომენტები, როდესაც დგება ჩვენ ცხოვრებაში, ოჯახის წევრებს ერთმანეთის გვერდში დგომა უნდა შეეძლოთ. ამინ. რა თქმა უნდა, ამ თემაზე ძალიან ბევრი შეიძლება ლაპარაკი. ჯანსაღი ოჯახი. ეხლა ამის იქით მინდა უკვე გადავიდე ზურფასებო. ეკლესია ეს ღმერთის ოჯახია. აი ეს ფასეულობები, რაც ვილაპარაკე, მე გაითვალისწინეთ. მაგრამ აქედან გამომდინარე, მოდი ეხლა ჩვენ ჩაუღრმავდეთ თუ ღმერთის ოჯახი როგორი უნდა იყოს. რას ოჯახს შეეხება, ღმერთის ოჯახში ყველა ოჯახმა ეს უნდა ვიცოდეთ, ბუნებრივი არის. მაგრამ ბიბლია ჩვენ გველაპარაკება, რომ ეკლესია ეს უბრალოდ ხალხის კრებული კი არ არის. ხო ბევრი ხო მიეჩვი ამას. აი მოვდივართ კვირაობით კრებაზე, მსახურებაზე ვიყავი, ეკლესიაში ვიყავი, ვოვიდა, წავიდა, მოისმინა და თითქოს მისი შემეცნება ეკლესიაზე ეს არის, რომ მივიდეს სიტყვა მოისმინოს, ილოცოს და წამოვიდეს მერე. ეკლესია ეს არ არის მარტო შეკრებები. ეკლესია მარტო ის არ არის, რომ კვირაობით მოვიდეთ, ადგილი დავიკავოთ, მოვისმინოთ რაღაც, ვილოცოთ, კარგია, ერთად ყოფნა. ეს განუყოფელი ნაწილი არის კვირის მსახურება ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა. მაგრამ ეკლესია ეს უფრო დიდია, ვიდრე შეკრება. ეკლესია ერთ-ერთი მსგავსება მისი არის როგორც ღმერთის ოჯახი, ასე. როგორც ღმერთის ოჯახზე რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ? როდესაც იესო ქრისტე ასწავლიდა ლოცვას მოწაფეებს, გვასწავლე ლოცვა უფალოა. და ეს ცნობილი ლოცვა არის, საყოველთაო ლოცვა, რომელიც ყველა ქრისტიანმა იცის. იესო ქრისტე ეუბნება მათ, როდესაც ლოცულობთ, ლოცვისას თქვით ასე, მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათაშინა. ამინ. ნახეთ ზურფასებო, იესოს მიერ ნასწავლი ლოცვის პირველივე სიტყვები იმის აღიარებაა, რომ ჩვენ ყველას მორწმუნეებს, იესო ქრისტეს მოწაფეებს ერთი მამა გვყავს ზეცაში. მამაო ჩვენო. ოჯახი ალბათ ხედავთ, მამიდან იწყება, ხო? ოჯახის თავი. ჩვენ მამა გვყავს ზეცაში. ამინ. ჩვენ ხშირად შეიძლება ვლოცულობთ ღმერთო და წარმოგვიდგენია ღმერთი სადღაც ჩორს მიუძდომელ სინათლეში, მაგრამ ბიბლია გველაპარაკება, იესო ამბობს, როცა ლოცულობთ თქვენ, ასე თქვით, მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათაშინა, ღმერთს დიდება და მადლობა. რომელთა რვა თავში არის ასეთი სიტყვები, როცა მორწმუნეები ჩვენ ვლოცულობთ, ჩვენში, მაღლიდან შობილ ადამიანებში შვილობის სულია ჩვენ შინაგან ადამიანში. და ჩვენ ვღაღადებთ, როგორც მოციქული პავლე ამბობს და ვამბობთ, აბა მამაო. ჩვენ მამას უწოდებთ მას.
ჩვენი ლოცვისა ძვირფასებაა, ცოდვილი ადამიანი მამას ღმერთს გულით ვერ უწოდებს, შეიძლება სიტყვის მასალად გამოიყენოს. მაგრამ შვილობის სული სადაც არის, იქ სულიდან გამომდინარე ლოცვა, ეს არის გულით ნათქვამი, რომელსაც შეგნებული აქვს მამაო. ჰალელუია. მიუძრიადი შენ გვერდივ ჯდომ ადამიანს და უთხარის ზეცაში მამა ყავს. ჰალელუია. დიდებული არის ჩვენი უფალი. და რაც მინდა ეკლესიის შესახებ და ოჯახის შესახებ ვილაპარაკო, პირველი ეს არის ეკლესია სულიერი ოჯახია. სადაც ღმერთი მამა არის ჩვენი და ჩვენ ვართ შვილები. მორწმუნეებს ჩვენ ძვირფასებაა გვაერთიანებს საერთო რწმენა არა მხოლოდ. შეიძლება ვთქვათ, რომ მორწმუნეებს რა გვაერთიანებს გვწამს ყველას. მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ძვირფასებაა არა მარტო რწმენა, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ძვირფასებაა სულიერი ურთიერთობა იესო ქრისტეში. ასე შეიძლება ბევრს სამდეს. მაგრამ ადგილობრივი ეკლესიის დამახასიათებელი ნიშანი არის ის ძვირფასებო, რომ ჩვენ მარტო რწმენა იესოსი კი არ გვაკავშირებს, რომ იესო გვწამს. ჩვენ ასევე სულიერი ურთიერთობა, რომელიც გაგვაჩნია იესო ქრისტესთან, ის გვაკავშირებს. იმიტომ რომ ბიბლია ამბობს ეფესელთა 2:19 მუხლი. მაშა სადამე თქვენ უკვე აღარა ხართო. ვის წერს ამას? ამას წერს მორწმუნე მაღლიდან შობილ ქრისტიანებს. რომ თქვენ უკვე აღარა ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმინდანთა თანამოქალაქეები და ღვთის სახლეული. ამინ. ამას მე კი არ ვიგონებ, რომ ეკლესია ოჯახია. მაგრამ აქ წერია ძვირფასებო წმინდანთა თანამოქალაქეები და ღვთის სახლეული. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა დღეს უკვე მაღლიდან შობილი ადამიანები, რომლებიც მოვოდით უფალთან, აღარა ვართ ხიზნები, უცხოები, მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ წმინდანთა თანამოქალაქეები. ამას კიდევ სხვა გაგება აქვს, მაგრამ დღეს ვლაპარაკობ სახლეულზე და ღვთის სახლეული ვართო ჩვენ. ანუ ოდესღაც რომ არაერი ვიყავით, დღეს ღვთის სახლეული ვართ. ხო არის ასეთი გამონათქვამი, რომ ვინ არისო, რაც ჩემი სახლეული არისო. ვისაც ცნობენ თავის სახლის ოჯახის წევრს, ან ძმას, ან დას და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ღმერთის სახლეულნი ვართ. ჩვენ ღმერთის ოჯახის წევრები ვართ, ბიბლია ამბობს. ოდესღაც ხიზნები, უცხოები ვიყავით, მაგრამ უფალმა შემოგკრიბა ჩვენ დღეს და ჩვენ დღეს ღმერთის ოჯახი ვართ და ღმერთის სახლეული. ანუ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ. ყოველი ადამიანი, ვინც იბადება ხელახლა, მაღლიდან შობა, ეს ხდება, ნაწილობრივ შევეხეთ, ვინ არიან მაღლიდან შობილი ადამიანები. ესენი ის ადამიანები არიან, ვინც გულით ირწმუნა იესო ქრისტე და უკვირდით, მთელი გულით მოინანია უფლის წინაშე და დაიწყო ახალი ცხოვრება. ღმერთის ძალით ძვირფასებო, მან დაიწყო ახალი ცხოვრება. ჩვენ განვიხილავთ ამ კატეგორია ადამიანებს, რომსენი ცხოვრების წესი შემცვლელი ადამიანები იესო ქრისტეს რწმენით, ესენი არიან მაღლიდან შობილი ადამიანები. და ბიბლია ამბობს, ოდესღაც თქვენ არავინ არ იყავით. ოდესღაც ხიზნები და უცხოები იყავით, მაგრამ ეხლა თქვენ დაუბრუნდით თქვენი სულების მწყემს და ჩვენ დაუბრუნდით რა ღმერთს, ხდებით ღმერთის სახლეული და მისი ოჯახის წევრები. ამინ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ოჯახში მიწიერი შვილები, მე წეგან მოგიყვანეთ მაგალითები, ატარებენ მშობლების მსგავსებას. ძალიან ხშირად ასე ხდება. შვილები სწავლობენ, შვილები ემსგავსებიან. ბიბლია გვეუბნება ჩვენ იოანეს მხრივ, იოანე ამბობს მესამე თავის პირველ მეორე მუხლში, ნახეთ როგორი სიყვარული მოგცა მამამ. მამამ, აქ ღმერთია ლაპარაკი, რომ მის შვილებად ვიწოდებით. ნახეთ როგორი სიყვარული მოგცა მამამ. ღმერთი მამა თulis თავს და ჩვენ მის შვილებად ვიწოდებით. შეიმეცნეთ ღრმად, რასაც ვლაპარაკობ. ეს სიტყვები შეუშვათ ღრმად არა მარტო ჩვენს გონებაში, ჩვენს გულებში, რომ ღმერთი მამა ჩვენ მის შვილებად ვიწოდებით.
მისი შვილები ვართ ჩვენ, უბრალოდ მორწმუნეები კი არა, მისი შვილები ვართ. საყვარელო შემდეგ ამბობს იოანე, ახლა ღვთისშვილები ვართ. ოღონდ ჯერ არ გამოუჟღავნებულა რანი ვიქნებით. მაგრამ ვიცით რომ როცა გამოჩნდება მისი მსგავსი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის ის. ღმერთის შვილებში ღმერთის მსგავსება. მშობლებში როგორც წესი, როცა ზეგავლენა მშობლებისა დიდია შვილებზე, ისინი მშობლებს მსგავსებიან. თუ ზეგავლენა დიდია ქვეყნიერებისა და მინდა გითხრათ რომ ქვეყნიერება რასაც ცდილობს დღეს, რასაც დემონური სულებით ცდილობენ სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან, ეს არის რომ შვილები ჩამოაშორონ მშობლებს. და ეს ახალი ტენდენცია არ არის. თუ გახსოვთ, როდესაც ისრაელს უნდოდა მოსეს საშუალებით ღმერთს როცა გამოჰყავდა, რომ თაყვანი ეცათ, ფარაონმა რამდენი პირობა წაუყენა მათ. ერთ-ერთი პირობა იცით რა იყო? როცა ღმერთის ხელი მძიმდებოდა, კომპრომისზე მიდიოდა, წადითო, ეცით თაყვანი ღმერთს, მაგრამ ერთ-ერთი პირობა იყო, შვილები არ წაიყვანოთ თან. იქ სხვა პირობაც იყო, რომ საქონელი უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ მოსე უკომპრომისო იყო და იცით რა თქვა? არც ერთი ჩლიქი არ დარჩება ეგვიპტეში. ჩვენ ამით თაყვანი უნდა ვცეთ ღმერთს და მოუტანოთ მსხვერპლი. არც ერთი მათი შვილი არ დარჩებოდა, ჩვენ ოჯახთან ერთად უნდა ვცეთ თაყვანი ღმერთს. ამინ. აი ეს ფარაონში მოქმედი სული ცდილობს რომ შვილები და მშობლები დააშოროს ერთმანეთს. მესმის თაობათა კონფლიქტი შეიძლება გარდაუვალი არის. როცა ასაკით განსხვავებულები ვართ, მენტალიტეტით განსხვავებულები ვართ, შეხედულებებით განსხვავებულები ვართ, მაგრამ შვილებმა უნდა ისწავლონ მშობლების მოსმენა და მშობლებმა შვილების მოსმენა. და ჩვენი ფასეულობები ძვირფასებო, რა თქმა უნდა არასდროს არ იქნება ის, რომ ყველაფერი შესაძლებელია. დღეს ქვეყნიერება უამრავ სიბინძურეს თავაზობს და ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც ძვირფასებოა. ხშირად ისეთ ქვეყნებში იმარჯვებს უფრო მეტად კონსერვატიული მხარე არჩევნებში. იცით რა არის? მაგალითად, ბევრს მე ამ არჩევნების პერიოდში, როცა ამერიკაში ვიყავი, ველაპარაკებოდი ხოლმე ადამიანებს და კითხვას უსვებდი ადამიანებს, რომ აი რატო აძლევთ ხმას მაგალითად ტრამპს და არა იმას. ყელში ამოგვივიდა ეს ლიბერალიზმი. იმიტომ რომ ადამიანებმა ზოგიერთ შტატში მე არ მინდა რომ ჩემ შვილსო ვიღაცა მუთხრას, რა სქესი აქვს მას. დაბადებულია ბიჭად და ზეგავლენა არის რაღაცა ფსიქოლოგიური ფაქტორები და არ წმუნებენ მიშვილს და თან მშობელს კი აღარ ეკითხებიან. ბევრი ისეთ რაღაცას ასწავლია, რასაც ნორმალურ ოჯახში, რომელიც ფასეულობებით ცხოვრობს, თავის შვილებს არ ასწავლის. ამიტომ იცით რა არის, რომ ხშირად განაპირობებს ხოლმე მე არ მომწონს ერთი პასტორი მეუნებოდა, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვსო. იმიტომ უნდა მივცეთ ხმა მას. შემოძვრფასებო და დებო. დღეს როგორც არ უნდა ავიღოთ, ეს შეიძლება ნებისმიერ ხელისუფლების პირობებში მოხდეს. ეს პოლიტიკა არ არის, ეს სულია, რომელიც ფარაონშიც მოქმედებდა, რომელსაც არ უნდოდა რომ ის შვილები, ის მომავალი თაობა ისრაელის ღმერთის თაყვანისმცემელი ყოფილიყო, მას უნდოდა რომ მის ქვეყანაში, ეგვიპტეში ყოფილიყო. ჩვენ არ უნდა დაუთმოთ ეგვიპტეს ჩვენი შვილები, ჩვენი ქონება, რაც გაგვაჩნია ჩვენ, ჩვენს ლოცვებში და ჩვენს დგომაში, ყველაფერი უნდა მიუძღვნათ ღმერთს. და ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ. იმიტომ რომ მშობლები როცა ზეგავლენა აქვთ შვილებზე, ის კარგი თვისებები გინდა თუ ცუდი, შეიძლება ეს ისახება ხოლმე, მაგრამ მე ხომ დღეს ქრისტიანობაზე ვლაპარაკობ. უფლის შვილები ემსგავსებიან უფალს. ამიტომ იოანე ამბობს ამას ვირფასებო, რომ ჩვენ ღვთის შვილები ვართ. ჰალელუია. დიდებული რამე არის, არა შემოძვრფასებო. თავს რო აღიქვა, რომ ღმერთის შვილი ხარ და ღმერთი მამაა შენი. მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ეს არ არის ღმერთის
ოჯახის ნაწილად ყოფნა ეს არ არის არჩევანი დამსახურება, არჩევანი მიღწევა. ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არამედ ეს არის ღვთის მადლი. იმიტომ რომ ბიბლია ამბობს ეფესელთა 1:5 წინასწარ განსაზღვრა რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნების სათნოებისამებრ. ამენ. ღმერთს განსაზღვრული ქონდა რომ შენ ეშვილებინე. ჩვენ როგორც შვილები ვართ, ასე ნაშვილები ვართ. ღმერთმა იესო ქრისტეში გვიშვილა. მიგვიღო იესო ქრისტეში ჩვენ. ჰალელუია. და როგორც ღმერთის შვილები, ჩვენ აღარა ვართ მარტოები. აღარა ვართ განმარტოებულები, ჩემოძრფასებოა. ჩვენ ღმერთის ოჯახს ვეკუთვნით. თუ ღმერთი მამაა ჩვენი, მაშინ ჩვენ ვინა ვართ ერთმანეთის. ძმები და დები, ღმერთს დიდება და მადლობა. ამინ. ანუ პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ეკლესიის შესახებ, რომ ეკლესია ეს სულიერი ოჯახი არის. ეს არ არის მარტო კრებები, მარტო შეკრებები ჩვენი, ეს სულიერი ოჯახია. და როგორც სულიერმა ოჯახმა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველას ერთი მამა გვყავს. რომელმაც იესო ქრისტეში შვილებად მიგვიღო. და ჩვენ დღეს აი ამ დიდი ოჯახის წევრები ვართ. და ბუნებრივია, ადგილობრივი ეკლესია ამისი განსახიერება არის პირდაპირ. მეორე რაც უნდა ვიცოდეთ, ძვირფასებო, ეკლესია არ არის ორგანიზაცია, არამედ ოჯახი, რომელიც არის ერთიანობისა და სიყვარულის ადგილი. სამყაროში შეიძლება უამრავი უთანხმოება, ეგოიზმი არის ადამიანებში, მაგრამ ღვთის ოჯახში სხვანაირად უნდა იყოს. ქრისტემ ჩვენ არ მოგვიწოდა მარტოობისკენ. ოჯახი არ არის მარტოობისკენ მოწოდებული. ქრისტემ მოგვიწოდა ჩვენ. და არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ეკლესიურ ხობას უარყოფენ და ამბობენ, ეკლესია არ არის მთავარი. ეკლესია მე ვარ. იესო ჩემი გულისთვის მოკვდა. არ დაიჯეროთ ძვირფასებო. იესო ქრისტემ არ გამოგვიხმო ჩვენ ქვეყნიერებიდან, იმიტომ რომ ჩვენ მარტოხელამგლები ვიყოთ. წარმოგიდგენიათ? ოჯახი არის, მაგრამ ადამიანი ოჯახს გარიყულია და თავისთვის არის. მე ერთი რამ მინდა გითხრა ძვირფასებო. ქრისტემ არ მოგვიწოდა იმისთვის ჩვენ, რომ ჩვენ მარტოხელებად დავრჩეთ. მარტოდ ვიღვაწოთ. მარტო შენახარ. ეკლესია საჭირო არ არის. თუ ოჯახია, ეკლესია, მაშინ შენი მოწოდებული ხარ იმისთვის, რომ ოჯახში იყო. ეს არ არის ორგანიზაცია. ორგანიზაციები მრავალი არის ქვეყანაზე, რომელიც შედგება ადამიანებისგან. სიტყვა თვითონ ორგანიზაცია, ეს ნიშნავს სოციალური ორგანიზმების ერთობა რაღაც კონკრეტული საქმის გარშემო. ორგანიზაცია. მაგრამ ეკლესია გარკვეულწილად შეიძლება ორგანიზაციასაც გავდეს, მაგრამ ეკლესია ორგანიზაცია არ არის. ეკლესია ეს ოჯახია, ეკლესია ეს სხეულია. სხვა მსგავსებაა კიდევ სხეულისა. ამიტომ როგორც ოჯახი ეკლესია, ჩვენ არა ვართ მოწოდებული იმისთვის, როგორც ორგანიზაციებში არის თავისი მოვალეობა შეასრულა, თავის საქმე გააკეთა, წავიდა სახლში. მაგრამ ეკლესია ეს ორგანიზაცია არ არის. ეკლესია ეს ოჯახია, სადაც არიან ოჯახის წევრები და ძმები. და ეკლესიამ უნდა იცხოვროს სამეფოს პრინციპებით, ღმერთის სამეფოს პრინციპებით და არა ქვეყნიერების პრინციპებით. იმიტომ რომ ჩვენ ეკლესია არა ვართ ორგანიზაცია, ჩვენ ღმერთის ოჯახი ვართ. და სოციალური ოჯახივით ფუნქციონირება ეს ნიშნავს იმას, რომ სადაც მორწმუნეები ერთმანეთზე ზრუნავენ. როგორც ოჯახის წევრებზე. აი რაც ოჯახზე ვილაპარაკე მე, იგივე პრინციპები მოქმედებს დღეს შიგნით ეკლესიაში. ოჯახის წევრები საკუთარ თავზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, შენ როგორ კომფორტულად იქნები, შენ როგორ გაწყობს. სუსვის გარო მოითხოვენ ხოლმე ხშირად ადამიანები, რომ ანგარიში გაუწიონ, ვიღაცამ აპატიოს, ვიღაცა ასე უნდა მოეპყრეს და ასე უნდა მოექცეს. არა, თუ ჩვენ ოჯახის წევრები ვართ, ყოველ ჩვენთაგანში უნდა იდოს მზრუნველობა სხვებზე, მზრუნველობა საერთო საქმეზე. იმით გაიგებს ყველა. იოანე წერს, ქრისტემ თქვა,
იმით გაიგებს ყველა რომ ჩემი მოწაფეები ხართ თუ გეყვარებათ ერთმანეთი. ამინ. ანუ ეკლესია არ არის ზურფასებო, არც შენობა, არც სხვა რამ. ეკლესია არის აი ამ სიტყვის მიხედვით მოსიყვარულე გულთა საზოგადოება. სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. სადაც დირექტორები და ხელქვეითები კი არ არიან. შეიძლება ეკლესიას ყავს ხელმძღვანელობა, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ ეკლესია და ოჯახი ვართ, ეკლესიის წევრებსა და ხელმძღვანელთა შორის ეს ბარიერი არ არსებობს, ჩვენ ოჯახის წევრები ვართ. ხვდებით ზურფასებო? ჩვენ ოჯახის წევრები ვართ. არავინ არ არის აქ თქვენზე დიდი ან თქვენზე პატარა. თუ ეკლესიას მწყემსი ჰყავს, მწყემსი დიდი იმით არის თავისი შეიძლება პოზიციით, პასუხისგებლობით, რომელიც დაკისრებული აქვს, თორე სტატუსით ჩვენ ყველა ღმერთის შვილები ვართ. ღმერთის ოჯახში კიდევ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ, არ არსებობს განხეთქილება ეროვნების სტატუსის ან წარმომავლობის მიხედვით. გალატელთა 3:28 აღარ არსებობს არც იუდეველი, არც ბერძენი, არც მონადა, არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. გამორიცხული არის ეკლესიაში, ჩემო ზრფასებო, რომ ჩვენი დაყოფა მოხდეს ან ეროვნული სტატუსის მიხედვით, ან რაღაცა ჩვენი წარმომავლობის მიხედვით. იესო ქრისტე მოკვდა ყველასთვის. იესო ქრისტეში და ეკლესიაში ყოველი ჩვენთაგანი მიუხედავად იმისა, რომელ ეროვნებას ვეკუთვნით, დიდი ერია თუ პატარა ერი არის. ჩვენ შორის განსხვავება არ არის. არც იუდეველს შორის, არც ბერძენს შორის. რატო დაჭირდა მოციქულ პავლეს ამის ლაპარაკი? იმიტომ რომ იუდეველებს რომ შეეკითხო, ყველაზე დომინანტი ერი ეს არის. ბერძნები იმ პერიოდში ზრფასებო, რომელმაც დიდი როლი ითამაშეს შეიძლება იმ პერიოდის ცხოვრებაში, მათ თავიანთი თავის წარმოსაჩენი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ასევე იყვნენ ზრფასებო ეკლესიაში იმ პერიოდში მონები, ბატონები, თავისუფლები, მამაკაცები, დედაკაცები და მოციქულმა პავლემ თქვა, აღარ არსებობს. ეკლესიის წევრობა, ეკლესიის ოჯახის წევრობა ეს არ არის დამოკიდებული არც შენს სქესზე, არც შენს ეროვნებაზე, არც შენს წარმომავლობაზე, არც შენს სტატუსზე. ეკლესიაში ყველა ვართ ღმერთის ოჯახი და ღმერთის შვილები. ამიტომ ნურავისზე მაღლა ნუ დააყენებს თავის მდგომარეობას. ამიტომ იყო რომ მოციქული პავლე ლაპარაკობდა იმის წინააღმდეგ, რომ დედაბრულ ზღაპრებს მოერიდეთ, გვარტომობაზე ლაპარაკს მოერიდეთ, იმიტომ რომ უყვარდათ იუდეველებს ამაზე ლაპარაკი. ვინ ვისი წარმოშობისა იყო, ვინ ვისი გვარისა იყო, ვინ უპირატესი იყო და ხშირად გადადიოდნენ შეიძლება ლეგენდებში და მითებშიც. მაგრამ მოციქული პავლე ამბობდა, არ არსებობს, თქვენ ყველა თანაბარი ხართ. ამიტომ ჩვენ ეკლესიაში ეს გაგება და ეს შემეცნება უნდა გქონდეს შემოზრფასებო, რომ ჩვენ ყველა იესო ქრისტეში ერთი ვართ. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება და როცა მოდიან ჩვენთან შემოდიან ან სტუმრები გვყავს, სხვა ეროვნების წარმომადგენლები, ჩვენთვის არ არსებობს ზრფასებო, დამცირებული ერი და ამაღლებული ერი. ჩვენთან როდესაც შემოდიან, ჩვენ როგორც ხვდებით, ჩვენ არ ხვდებით მაგალითად ამერიკელს განსაკუთრებით, გერმანელს განსაკუთრებით და მეზობელი ქვეყნიდან რო ჩამოდის ან სომხეთიდან ან სხვა იმათ ნაკლები პატივით. ჩვენ ყველას ერთი პატივით ვიღებულობთ და მივიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძმები და დები იესო ქრისტეში. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. მე მახსოვს, როდესაც ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიყავი სომხეთში და ერთი ქურთი ძმა გადაგებდა და მისი სიტყვა დღემდე დავამახსოვრდა. ეს ხო ძალიან ისეთი მცირე ერია, შეიძლება თავის სახელმწიფოც არ გააჩნიათ, ისტორიაც ბევრი არ არის მათ შესახებ ცნობილი და ის ამბობდა და მით უმეტეს იქ სადაც ცხოვრობდა, მაინც და მაინც დიდად დაფასებულები არ იყვნენ ამ ეროვნების ხალხი და ამბობდა, მე ჩემი ერის ისტორიას ვეძებდიო, რომ სადმე წამიკითხა ჩემი ერის შესახებ და ვერაფერი ვერ ვიპოვე, მაგრამ ბოლოს
ვიპოვე და ამოვიკითხე იესო ქრისტეს ჭრილობებში. რომ იესო მოკვდა ყველა ერისთვის და იესოში წავიკითხე მე მის ჭრილობებში ჩემი ერის მომავალი დიდება და ქება ღმერთს. იესო ქრისტეში ღმერთმა მოხსნა ყოველგვარი ეს პრივილეგიები. ყველა ვეკუთვნით იესო ქრისტეს. და როცა მიდის ისრაელზე და ეკლესიაზე ლაპარაკი, არ უნდა გავიგოთ ჩვენ ასე, რომ ისრაელს რაღაცა უპირატესობა გააჩნია დღეს და ზოგიერთი ებრაელი მქადაგებლის მოსმენის დროს იბადება ის თავშეშტილება, რომ ეკლესია რაღაცა დანამატი არის ისრაელისა. ეკლესია დანამატი არ არის ისრაელისა. ეკლესია ეს არის რაღაც ახალი, რომელშიც არის დაგებული მთლიანად სრული ძველი აღთქმაც. ღმერთმა შექმნა ეკლესია. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, ჩემო ძრფასებო, ეკლესიაში ღმერთმა სხვა წესრიგი შემოიტანა. არც იუდეველი, არც ბერძენი, არც მონა, არც თავისუფალი, პრივილეგია არც ერთს არ აქვს. ყველა იესო ქრისტეში ერთი ხართ. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. ჰალელუია. დიდებული არის ჩვენი უფალი. მესამე რაც უნდა ვიცოდეთ ძრფასებო, აი ამ ოჯახში, რომელიც თამბესტავი არის პირადად ჩემთვის. აი ამ ოჯახში ოჯახის თავი ვინ არის? იესო ქრისტე. და ამავე დროს იესო ქრისტე როგორც ოჯახის თავი, ასევე ჩვენი უფროსი ძმა არის. ამენ. შეიძლება ახლა ვიღაცამ ბიბლიის უცოდინარმა მომისმინოს და თქვას, რა სამკრეხელობ, ქრისტე შენი ძმა როგორ არის? მე არ მითქვია. წმინდა წერილი ლაპარაკობს. მე როგორ გავბედავდი, მე თქვა ის რომ ქრისტე ჩემი ძმა არის. მაგრამ ნახეთ რა წერია ზრფასებო. ის არის თავის ხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასამამი პირშო მკვდართაგან. პირშო მკვდართაგან, უწრეთით აღდგა იესო, როგორც ადამიანი. რათა მას კონდეს პირველობა ყველაფერში. ვინაიდან ვინ წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირშო მრავალ ძმათა შორის. აქ ქრისტესი არის ლაპარაკი ზრფასებო. იმიტომ რომ ვინ წინასწარ იცნო, წინასწარვე განიზრახა მისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა. ჩვენ როგორც ზრფასებო უკვე მორწმუნენი, ჩვენ უნდა ჩავთვალოთ რომ ღმერთმა განიზრახა მისი ძის იესო ქრისტეს ხატებად ყოფნა. რათა იყო პირშო მრავალ ძმათა შორის. და მას არ წვენიაო, ნახეთ რა წერია, რომ ძმები უწოდოს მათ. ქრისტეს არ წვენია რომ ჩვენ ძმები და დები გვიწოდოს. ებრაელთა 2:11 რადგან განწმენდელი და განწმენდილნი ყველანი ერთისგან არიან. განწმენდელი იესო ქრისტეა, განწმენდილები ჩვენა ვართ. და ბიბლია ამბობს რომ ჩვენ ორივენი განწმენდელის და განწმენდილნის ერთისგანა ვართ. ამიტომ არ წვენია ძმები უწოდოს მათ. ჰალელუია. ღმერთს დიდება და მადლობა. არ წვენია ძმები უწოდოს და კიდევ წერია ჩემ ძმებთან და დებთან ერთად კრებულთა შორის გიგალობებ შენ. ჰალელუია. ასეთ სურათსაც გვიხატავს ებრაელთა წერილის ავტორი, რომ კრებულში, სადაც მორწმუნეები თაყვანსცემენ და ადიდებენ ღმერთს, იქ იესო თაყვანსცემს და ადიდებს ჩვენთან ერთად ღმერთს. ჰალელუია. თვითონ იესოს რომ არ ეთქვა და წმინდა წერილი რომ არ ამბობდეს, რომ იესოს არ ასვენია რომ მე ძმა მიწოდოს, მე როგორ უწოდებდი მას. მაგრამ იესო გვიწოდებს ჩვენ ძმებსა და დებს. ამინ. აი ეს დიდებული ოჯახი გვაქვს ჩვენ, შემოძრფასება. ხო იცით უფროსი ძმის ავტორიტეტი როგორი არის ხოლმე, არა? აი, მithumetes ოჯახებში, ტრადიციულ ოჯახებში, რომ უფროსი ძმა მოვიდაო. პატარები ცოტა ისეთი პატივისცემით უყურებენ მას, იმიტომ რომ უფროსი ძმა არის. ჩვენ ოჯახში ყავს უფროსი ძმა იესო ქრისტე, რომელსაც არ წვენია ჩვენ ძმები და დები გვიწოდოს. ჰალელუია. და მე სიცით რა არის? იმათ კი არ მიმაჩნია რაღაც საბაბი იმისა გავმედიდურდე, გავამაყდე პირიქით. ჩემს გულს სხვანაირი მოწიწება და სიყვარულია უფლება ჩემი უფლის მიმართ, იმიტომ რომ მან თქვა ჩემი ძმები და დები ხართ თქვენ. ცოცხალ ღმერთს დიდება. და ამ ოჯახში ჩვენ ყავს უფროსი ძმა. ამინ.
ცოცხალს დიდება. მეოთხე რაც უნდა ვიცოდეთ ოჯახის შესახებ, ეს არის ურთიერთდახმარება და პატიება. ნებისმიერ ოჯახში მინდა გითხრათ და მნიშვნელოვანი საკითხია არის კონფლიქტები. ნებისმიერ ოჯახში შეიძლება კარგი ოჯახიც იყოს, მაგრამ რაღაცა გაუგებრობები ხდება, იმიტომ რომ ადამიანები ვართ, სადაც ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს. იქ აუცილებლად რაღაცა იქნება. დამერწმუნეთ. როცა კარგ ოჯახზე ვლაპარაკობ, მე არ ვლაპარაკობ, რომ იქ არ შეიძლება არაფერი იყოს. მაგრამ მინდა გითხრათ, სიყვარული ფარავს ყველაფერს. კარგ ოჯახებში შეიძლება მოხდეს კონფლიქტი, მაგრამ კარგი ოჯახის დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ სიყვარული ფარავს ყველაფერს. ამინ? ამინ? ცოცხალს დიდება. ამიტომ მინდა გითხრათ ზურფასებო, რომ ღმერთის ოჯახში ცხოვრება თავის თავში მოიცავს იმას, რომ თავარი მოვალეობა ჩვენი არის ასევე პატიება. სიყვარული ერთმანეთის მიმართ. იმიტომ რომ წერია ეფესელთა 4:32-ში იყავით გამოსადეგნი, მოусმინეთ რა სამოს ღმერთის სიტყვა, იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს. თანაგრძნობა და მიტევება. როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა. დარწმუნებული ხართ ყველა რომ ქრისტეში ღმერთმა გაპატიათ ცოდვები? მოდი ვინ არის დარწმუნებული, აიწიეთ ხელი. დარჩენებელი ხართ დარწმუნებული. მაგრამ უყურეთ რა არის? თუ ჩვენ იესომ ყველაფერი გვაპატია, თანაგვიგრძნო. იმიტომ გაპატია რომ კარგი იყავი, წმინდა იყავი, არა. ამიტომ დღეს შენი ბუნებაც ასეთი უნდა იყოს. როგორც ქრისტემ შენ გაპატია, შენ ვალდებული ხარ აპატიო სხვას, თანაუგრძნო სხვას. ღმერთის ოჯახში შემოძურფასებოა. წყენითა და სიმწრით ცხოვრება არ შეიძლება. დამერწმუნეთ. ოჯახში არ შეიძლება ადამიანმა წყენითა და სიმწრით იცხოვროს. ერთ ჭერქვეშ გაუსაძლის პირობებში. ვიღაცას ზულს, ვიღაცას ვერ პატიობს. შეუძლებელია. ეკლესიაში მით უმეტეს ზურფასებოა, სიმწრითა და წყენით ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს. გამოსავალი ერთია. მიუტევე და გიყვარდეს. მიუტევე. აბა ძმაო, შეიძლება თქვას ვიღაცამ, რომ როგორ ვაპატიო მე მას. შეიძლება მითხრა, არინანიებს, ვერ ხვდება თავისას. რო ვერ ხვდება, როგორ უნდა მივახვედროთ, ეს სხვა თემაა. მე შენ გულზე ვლაპარაკობ ახლა, შენ სიმწრით და უპატიებლობით არ უნდა იცხოვრო. შენს გულში უნდა მოძებნო ძალა. მიუხედავად იმისა, ის ინანიებს თუ არ ინანიებს, შენ აპატიო მას. თუ ის არ მოინანიებს, იმას სხვა პასუხისგებლობა ეკისრება უფლის წინაშე, მაგრამ შენ როდესაც მიხვალ უფალთან, თავს ვერ გაიმართლებ და ვერ იტყვი უფალო, იმიტომ არ ვაპატიე, რომ მან არ მოინანია. იმიტომ ვერ ვაპატიე, რომ არ იმსახურებდა და მსახურებით არაფერი არ ხდება. შენ გულს უნდა გაუფრთხილდე შენ. შენი გულის დარაჯი შენ უნდა იყო. და უნდა გვესმოდეს. ეკლესიაში როგორც ღმერთის ოჯახში ცხოვრება არ შეიძლება სიმწრით, უპატიებლობით. ამიტომ თუ ვიმეს მიმართ გაგაჩნიათ რაღაც, დღეს არ წახვიდე. არ გასცდი ამ ტერიტორიას ისე. თუ შენ საკ ახარ და ის ადამიანიც აქ არის, ვის მიმართაც სიმწარე გაგაჩნია, ვის მიმართაც უპატიებლობა და უსიყვარულობა გაგაჩნია, რომ არ მოინანიო, რომ არ აპატიო. ნუ წახვალ მოუნანიებელი და უპატიებელი გულით აქედან. იმიტომ რომ ღმერთის ოჯახში სიმწრით და უსიყვარულობით, წყენით, გაბუტებით ვერ იცხოვრებ შენ. განა ეს სიტყვა იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მოხდეს, სადაც ადამიანები ვართ ყველაფერი რაც ჩამოუთვალეთ შეიძლება მოხდეს. მაგრამ ასე არ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ პრობლემიდან გამოსავალი, რასაც მინდა წერილი გველაპარაკება ჩვენ. კოლოსელთა 3:13 გვეუბნება, შეიწყნარეთ ერთი მეორე და მიუტევეთ ერთმანეთს და თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევა თქვენც ასევე მიუტევეთ. ამინ. აი სიტყვა, რომელსაც უნდა მივყვეთ ჩვენ, როგორც ქრისტემ მოგვიტევა, ჩვენს უნდა მიუტევოთ თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ისე მიუტევეთ თქვენ. ჰალელუია.
მეხუთე რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ და დროის სიმცირის გამო შეიძლება ბევრი ამ თემას ვერ ვილაპარაკო, მაგრამ მაინც საერთო მონახაზებს გეტყვით, რომ კარგ ოჯახებში მეხუთე რაც უნდა ვიცოდეთ, არსებობს თავისებური წესრიგი და ქცევის ნორმები. როცა ტიმოთეს წერდა მოციქული პავლე, ნახეთ, 1 ტიმოთეს 3:15 რაც გველაპარაკება, მაგრამ თუ დავიგვიანებ, ანუ მოციქული პავლე უნდა მისულიყო და მოენახულებინა ტიმოთე, რომელსაც გარკვეული ფუნქცია ჰქონდა და დავალება მიცემული ეკლესიებისთვის. მაგრამ ხვდებოდა რა, რომ შეიძლება დაეგვიანა, ეუბნება მას, მაგრამ თუ დავიგვიანები, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. რას ნიშნავს ეს სიტყვები შინაარსში, რას მოიცავს, რომ წარგზავნილი ტიმოთე, რომელიც იყო ეკლესიებისთვის თავისი მისია ჰქონდა დაეყენებინა ყველა ქალაქში უხუცესები, ეპისკოპოსები, უზრუნველყო ეკლესიის წესრიგი, სიწმინდე, მოძღვრების დაუზიანებლობა და მას ეუბნება. ხო არ შეიძლება მე მოვიქცე ღმერთის ეკლესიაში ისე, როგორც მე მომეპრიანება. არც ერთ მსახურს არ აქვს იმისი უფლება. მოდი ჯერ მსახურებზე ვიტყვი და თვითკრიტიკულები ვიქნებით, ძვირფასებო, რომ ღვთის სახლში ვასრულებდეთ მსახურებას და როგორც გვინდა ისე ვცხოვრობდეთ. ეს დაუშვებელი არის. მინდა გითხრათ, რომ მსახურები სწორედ ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ლაპარაკობენ. როცა ვლაპარაკობ ჩვენ, ტიმოთეს სჭირდებოდა ამისი ცოდნა. იმიტომ რომ მარტო ქადაგება არ არის, მარტო ლოცვა არ არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ. პირველ რიგში მსახურთა ქცევა, ჩვევა და ცხოვრება უნდა შეესაბამებოდეს წმინდა წერილს. თუ მე მარტო ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში არ გამოჩნდება ის ნაყოფები, რაზეც გელაპარაკებით თქვენ, გეტყვით ძვირფასებო, რომ ეს უფლისთვის მოსაწონი არ იქნება. ამიტომ პირველ რიგში ყველა მსახური დაწყებული მწყემსიდან და ნებისმიერ რგოლში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ღმერთის სახლში. პირველი რაზეც ვამახვილებ ყურადღებას, რასაც ვლაპარაკობთ, ის უნდა გავაკეთოთ. მე თუ გელაპარაკები ახლა პატიებას და ვერ გაპატიებ მე შენ, ესე იგი რაღაცა მაკლია მე. თუ მე გელაპარაკები სიწმინდეზე და მე თვითონ არ ვცხოვრობ წმინდად, არავითარი სარგებელი არ არის შემგან. მე თუ ველაპარაკები ოჯახს, რომ ერთმანეთის ერთგულები იყვნენ და მე თვითონ უღალატებ ოჯახს, კაბი კი არის მაშინ ჩემი მსახურების ფასი. და მეორე, ეკლესია ეს არის ჭეშმარიტების სვეტი. ეკლესია არ შეიძლება ცხოვრობდეს და იქცეოდეს ისე, როგორც ყოველ ჩვენთაგანს გვინდა. მეთანხმებით? ყველა ოჯახში ხომ თავისი წესრიგი არის. კარგ ოჯახებში, ხო? რომელ წესრიგსაც მაგალითად პატივს მიაგებენ ოჯახის წევრები. ეკლესია ღმერთის ოჯახია. და თუ დავაკვირდებით ჩვენ აი ამ სიტყვების იქით, დავინტერესდი, როცა აი ამ სიტყვას კითხულობდი ამ მუხს და მთლიანად გადავიკითხე ტიმოთეს წერილი. და როცა ჩაუღრმავდი, პირველ თავში ვკითხულობდი, რომ აფრთხილებდა სრულმოძღვრების შესახებ, გვარტყომობაზე დავა. შემდეგ ვხედავ ძვირფასებო, მეორე თავში რო გადავედი, იქაც ვკითხულობდი, რომ შუამდგომლობას ასწავლის, რომ როგორ უნდა ყოფილიყო ეკლესია შუამდგომელი. მესამე თავში ეპისკოპოსები და წინამძღოლები და დიაკვნები რა კრიტერიუმებით უნდა ყოფილიყვნენ შერჩეული. და მინდა გითხრათ, როცა ამ ყველაფერს ვკითხულობდი, ერთი რაღაც დავინახე და მინდა უბრალოდ გითხრათ, როცა ჩვენ ეკლესიის მსახურები და პირადად მე ვიტყვი, რაც პრაქტიკაში მინახია, როცა რომელიმე პრინციპი უგულებელ ყოფილი იქნა, ან იმდენად ყურადღება არ მივაქციეთ, ან ადამიანები ავირჩიე იმის მიხედვით, რომელი ადამიანებიც რაღაცას აკეთებდნენ ეკლესიაში, აქტიურები იყვნენ, მაგრამ ეს მოწმობა, იმიტომ რომ ვისაც ეპისკოპოსობა სურს, როგორი უნდა ყოფილიყო ეპისკოპოსის სიტყვა თვითონ ნიშნავს ზედამხედველი. ნებისმიერ საქმეში ზედამხედველი, ეს ბერძნული სიტყვა არის, ზედამხედველია მისი მნიშვნელობა. შეიძლება ვიღაც ზედამხედველი იყოს უბნისა, უჯრედისა და ასე შემდეგ, ფუნქციებზე ვლაპარაკობ მე, მაგრამ იცით რა, პრინციპები შეიძლება განსხვავდებოდნენ ადამიანები ერთმანეთისგან და ყველასგან ერთი არ მოითხოვო, მაგრამ არის თვისებები.
შეიძლება ეხლა ორი ცოლის ქმარი ვისაც ყავდა ეპისკოპოსად ვერ დავაყენოთ, მაგრამ შეიძლება რომელიღაც უჯრედში ან უბანში იმსახუროს, მაგრამ იმის იქით კიდევ წერია თვისებები. და როცა უგულებელ ყოფილი ეს პრინციპები გავიდა დრო და ამ ადამიანის მხრიდან რუსები იტყვიან ხოლმე ადნო ბიდაო რა. ქართულად რას ნიშნავს? მხოლოდ რაღაცა არეულობები მოდის იმ ადამიანიდან. ზიანი მოდის. იმიტომ რომ ღმერთი ხედავდა თუ როგორი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ამ პოზიციებზე. და იცით რა არის? ტიმოთე როგორც ახალგაზრდა მსახური, ეს ინსტრუქცია იყო, როცა ადამიანებს ირჩევდა, არა ერჩია მას მარტო იმის მიხედვით, რომ უნარი ქონდა. წერია ერთგული და უნარიანი ადამიანები. შეიძლება ადამიანი უნარიანი იყოს, მაგრამ ერთგული არ იყოს. შეიძლება ადამიანი რომელიღაც ნიჭით მოქმედებდეს და ერთგული არ იყოს. გეტყვით რომ სარგებელი მისგან იმდენი არ იქნება, ზიანი უფრო მეტი არის, იმიტომ რომ ის ერთგული არ არის. ამიტომ შემოზრფასებო, ბიბლია ასწავლიდა და ტიმოთეს ეუბნებოდა მოციქული პავლე, რომ შემაგვიანდება ეპისკოპოსები ასათები იყვნენ, დიაკვნები ასათები იყვნენ. იქ შემდეგ წერია მოხუცი ქალები, კაცები როგორ უნდა მიდგომოდა, როგორ უნდა ყოფილიყო დედაკაცის ჩასმულობა, როგორ უნდა ყოფილიყო მათი ქცევები. და რასაც განსაკუთრებულად ელაპარაკებოდა ცრუ მოძღვრებები, რომ არ დაეშვა ტიმოთეს, რომ გაფრთხილებოდა სწავლებას, გაფრთხილებოდა მოძღვრებას და ცრუ მოძღვრებები არ შეეშვა ეკლესიაში. ამიტომ შემოძვრფასებო ძმებო და დებო, ღმერთის ოჯახს თავისი წესრიგი გააჩნია და თუ შენ ღმერთის ოჯახის წევრობა გადაწყვიტე, გაუწია ეკლესიას ანგარიში. შენ ოჯახს გაუწია ანგარიში. ჩვენ ახლა სამშაბათობით ერთი სამშაბათი გქონდა და ვისარგებლებ კიდე დროით. და რამოდენიმე სამშაბათი კიდევ გვაგრძელდება. ჩვენ წერილობით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ეკლესიის ხედვა, შეხედულება, სტრუქტურა, მიმართულება. ამიტომ ყველა მსახურებაში მყოფი ადამიანი სავალდებულოა დაესწარეთ ამ შეხვედრებს. და თქვენ უკეთესად გეცოდინებათ იმ ოჯახის წესრიგი, რომელ ოჯახში ცხოვრობ თქვენ. და ყველა ოჯახს თავისი წესრიგი აქვს. და ყველა ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის ერთგული არის, ამ წესრიგს უფრთხილდება. ამ წესრიგს ამტკიცებს, ამ წესრიგს აძლიერებს. ესეთია ღმერთის ოჯახი. ამინ. დიდება უფალ ზურფასებო. და მინდა ბოლოს გითხრათ, რომ ეკლესია, როგორც უკვე აღნიშნე, ეს არ არის ინტერესთა კლუბი, სადაც ერთი გაგების აზროვნები, ადამიანები ერთი საერთო ინტერესების მქონე იკრიბებიან, მაგრამ ეს არის ღმერთის ოჯახი. სადაც უნდა ვიცხოვროთ, არა როგორც სტუმრებმა, მომსვლელებმა და წამსვლელებმა, უნდა ვიცხოვროთ როგორც ერთმა დიდ ოჯახის წევრებმა ეკლესიაში. უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრებას, რფასებო და მოგვიწოდებს წმინდა წერილი ამ ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს გულწრფელად გვიყვარდეს ერთმანეთი. ამინ. დავამყაროთ რეალური ურთიერთობები ერთმანეთს შორის და ერთიანობა. გამოვიჩინოთ ჩვენ ერთმანეთის მიმართ საჭირო მომენტებში წყალობა და პატიება. და ვიყოთ მზრუნველნი ერთმანეთის მიმართ, ღია, სტუმართმოყვარენი, გახსნილი ადამიანები ერთმანეთის მიმართ. თუ იმეს რაიმე აქვს სადავო, აპატია ერთმანეთს წერია. ანუ ესე იგი რა არის, გვახსოვდეს ურფასებო, ჩვენ ღმერთის საკუთრება ვართ. ეკლესია ეს არ არის მარტო ფორმალური რაღაცა სტრუქტურა, სადაც თავისი წესები და კანონები გვაქვს. ეკლესია ეს არის ოჯახი. სადაც უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და ჩავთვალოთ ყველაფერი ჩვენს გარშემო. ეს ჩვენი ოჯახია. რაც გაგვაჩნია, ოჯახის საკუთრება არის. რაც ტრიალებს ჩვენს გარშემო მსახურებაში, სულიერია თუ მატერიალური ნივთი არის თუ რაც არის, ყველაფერი ჩვენია. ჩვენ ოჯახი ვართ. სადაც ჩვენ გვყავს მამა, უფროსი ძმა, იესო ქრისტე და ჩვენ ყველა ერთმანეთის ვართ დები და ძმები და მოდი აი ამ საერთო ოჯახში ვიცხოვროთ მეგობრულად, ძმურად, დაძმურად
ვემსახუროთ ჩვენ უფალს და მოუფრთხილდეთ ერთმანეთს. ამინ. ცოცხალ დღეს დიდება.